აკვეთილია ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის 13 საქმე გახსნა. დაკავებულთა შორის არიან ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი, ბათუმში დასუფთავების ერთ-ერთი სამსახურის უფროსი. უწყება ეგრეთ წოდებულ შუარგოლის კორუფციას ისევ პრობლემა დასახელებს და მოქალაქეებს მიმართავს. ნინი გოგიშვილია თემით პირდაპირ ეთერში. მათ ვისაც ინფორმაცია აქვთ დანაშაულებთან, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მათ კი ვისაც მატერიალური უპირატესობისთვის დანაშაულის ჩადენის სურვილი აქვთ, გაიაზრონ, რომ ნებისმიერი ფაქტი გამოვლენილი და დასჯილი იქნება. ეს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ განმარტა. ამის თქმის საფუძველს კი მას ბოლო რამდენიმე თვეში უწყების თვისებრივად გაძლიერება აძლევს, რაც გახსნილი საქმეების რაოდენობით დასტურდება. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში თვისებრივად გაძლიერებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლასა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას განაგრძობს. რისი დასტურიც ბოლო დღენახევარში სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილი დანაშაულებია. 13 სისხლის სამართლის საქმე და 29 ბრალდებული, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი ქუთაისში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის დროს დააკავეს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენება. გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 127-ის უკანონო შეძენას 3 მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა ტრანსპორტირებისთვის ხელსაღრელი პირობების შესაქმნელად. რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ორივე ადამიანს ბრალდება წარუდგინა. აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებულებს ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეგრეთ წოდებული შუარგოლის კორუფცია კვლავაც გამოწვევად რჩება. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ კაბალში ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი დააკავეს. მან ფულის სანაცვლოდ მოქალაქეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა თავიდან არიდა. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში დანაშაულებრივი ქმედებაა ასახული. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მის უფლება დამცველ საქმის მასალები უკვე გადაეცა. ოჯახის წევრებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს. დუმილის უფლებას იღებს. აი მეტი არაფერს თქვა შემიძლია. ბრალს არ აღიარებს? არა. ქრთამის აღების კიდევ ერთი ფაქტი ბათუმში გამოვლინდა. სანდასუფთავების ერთ-ერთი სამსახურის უფროს ფულის სანაცვლოდ შპს-ს ბალანსზე აღრიცხული სატვირთოებით სამშენებლო ნარჩენები გაჰქონდა. ირიანი მანქანა გაუპრესად 3 რეისი გეიჭადა. გაკეთდა გაფრიალდა ყველაფერი, აი ობიექტი დამთავრდა. ფერჩევთან ხვდით 50 ლარში თუ რამე შეიცვალა მაგაზე. არა იყოს მაი 150 თვარა სამაშიგის ისე, მაგრამ მომისმინე, ოღონდ ჩარიცხო უნდა ახლა 450. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისულ უფლება დამცველს ბრალის დადგენილება გადაეცა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. იყენებს დუმილის უფლებას და თავს არცინობს დამნაშავედ. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არც ერთი სახის სამხედრო ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს, ან ალტერნატივის სახით შეიძლება გირაო შევთავაზოთ სასამართლოს. ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
12 მოქალაქე კი ხეტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული. მათ შორის არიან იმერეთის სატყეოს სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი. პასუხისგებაში მიეცა კიდევ 13 ადამიანი. 5 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდისა და უნებართო მშენებლობის ფაქტებზე. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება 2 მოქალაქეს მოუწია. ბრიფინგის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ მოქალაქეებს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი გამოვლენილი იქნება, რასაც შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოყვება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები. შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა მხოლოდ 9 წლის განმავლობაში დაახლოებით 24 ჯერ არის გაზრდილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური და ოპერატიული შესაძლებლობების იმგვარ გაძლიერებაზე, რომ ჩვენ სამსახურს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლია როგორც კორუფციასთან შეურიგებელი და შედეგიანი ბრძოლა, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრევენციული ზომების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს.